შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არის ქვეყანა, რომელსაც საუკეთესო შედეგები აქვს და იმედი მაქვს მას სხვებიც დაეწევიან. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, მათ შორის კონფლიქტის საკითხებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ და შვედმა დიპლომატმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს. შენების მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტულ პროგრესს წარმოშობს. პირადად მე ამას არ ცველოდი, მაგრამ ამ ფორმატის გაგრძელება აუცილებელია, რადგან მას შეუძლია ხელი შეუწყოს უკეთეს ატმოსფეროს მხარეებს შორის კონკრეტულ საკითხებზე. საქართველოს და ევროპის კავშირის პერსპექტივები, რა ტემპით და როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან. საკითხები, რომელიც მალე წამოიჭრება საქართველოს და შვედეთის და სხვა დელეგაციების წინაშე საერთაშორისო ორგანიზაციებში, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და ვისაუბრეთ საქართველოს რუსეთის ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა.